მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ პროდუქტიულობის და სტრესის თემიდან და ამ ვიდეოს სათაური არის თავის დაცლა სტრესის შესამცირებლად და ჩემ მეთოდს, რომელსაც ვაპირებ, რომ გაგიზიაროთ, ქვია Battlefield, ანუ ბრძოლის ველი ქართულად. და ეხლა განვმარტავ მოკლედ რაზე არის საუბარი. მანამდე მინდა რომ მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი Flowmaster Online, სადაც ყოველკვირეულად ვათავსებთ ახალ საინტერესო ვიდეოებს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თემას, მოკლედ ვითარება არის ესეთი, რომ პერიოდულად ჩემ სამსახურებრივ და არა მარტო სამსახურებრივ, მთლიანად ჩემ ცხოვრებაში დგება რაღაც მომენტი, როდესაც ძალიან მომრავლდება საქმეები, ზოგი პირადი ბუნების არის, ზოგი სამსახურებრივი, ზოგი ოჯახთან, მეგობრებთან დაკავშირებული და ასე შემდეგ და მოკლედ რაღაცა პერიოდები ტალღები აქვს, ასე ვთქვათ, ჩემ დატვირთვას და ალბათ თქვენ დატვირთვასაც და მოკლედ ამ ტალღების დროს შეგრძნება მაქვს კონტროლის დაკარგვის, ასე ვთქვათ, და ეს აღწერილია დოკუმენტაციაშიც, რომ მოკლედ ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ თითქოს თვითონ კი არ მართავს სიტუაციას, არამედ სიტუაცია მართავს ფაქტიურად მის მოქმედებას და ეს საკმაოდ არაპროდუქტიული და არასასიამოვნო და სტრესული სიტუაციაა და მოკლედ ამაზე ბევრი ვიფიქრე, ბევრიც ვიკითხე, მოკლედ და აღმოვაჩინე, რომ პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელო მეტნაკლებად საინტერესო, ესე იგი სტრესის მართვის და პროდუქტიულობის ნაწილში გვეუბნება, რომ მოკლედ თავი გვაქვს დასაცლელი რაღაცნაირად და ეს ცოტა უცნაურად გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი თავის დაცლა რას ნიშნავს, ცოტა გაუგებარია პირველ შემთხვევაში. ესე იგი დავიწყოთ იმითი, რომ თავში ეს რაღაცეები, მოკლედ თქვენი ცნობიერება ზრუნავს თქვენზე და ცდილობს, რომ არაფერი დაგავიწყდეთ. ანუ, რასაც ყურს მოკრავთ, ხო, იქ ოჯახური შეკრებისას ერთ-ერთმა თქვენი ოჯახის წევრმა თქვა, რომ ჭირდება დახმარება რაღაცა ნაცნობს ეძებს, მაგალითად რაღაც ორგანიზაციაში, რომ რაღაც საქმე მოაგვაროს, ხო? შეიძლება თქვენ იმ წამს არ გადაგიწყვეტიათ, რომ დაეხმარებით, მაგრამ თქვენი თავი რაღაცა ადგილას ინახავს, ასე ვთქვათ, ან ინფორმაციას, რომ ამ ადამიანს ესეთ დახმარება ჭირდება. მეორე სახში გამოაღებთ, რა ვიცი, მაცივრის კარადას და აღმოაჩენთ, რომ ცოტა დარჩა რაღაცა, მაგალითად ჩაქარი დარჩა ცოტა და ეს თქვენი თავი ავტომატურად ჩაინიშნავს, რომ მოკლედ ჩაქარი გვაქვს აყიდელი. ნუ სამსახურში ესეთი ჩანიშვნები უამრავი ხდება, იმიტომ რომ ყველა იმეილი რაღაცას გაფიქრებთ, ყველა შეხვედრის მერე რაღაც აზრები მოგდით, YouTube-ზე რა ვიდეოს მოისმენთ, როგორც ეს ვიდეოა, იქაც რაღაცა იდეები მოგდით და მოკლედ თქვენი თავი დაკავებულია იმით, რომ ბლოკნოტით დაგყვებათ, ასე ვთქვათ, ყველგან და ინიშნავს ამ პატარ-პატარა რაღაცეებს და მერე ცდილობს, რომ შეგახსენოთ. მაგრამ როცა ძალიან დაიტვირთება სიტუაცია, ძალიან ბევრი რამე რო ჩაენიშნება, ცოტათი ურევს ეს ჩვენი შეხსენების სისტემა და უდრო-დროს შეგახსენებს ხოლმე რაღაცეებს. და ეხლა ეს სიტუაცია თუ გეცნობათ, რომ თათბირზე ზიხართ, სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იხილება და ამ დროს გახსენდებათ, რომ ესე იგი სახლში შაქარი არის საყიდელი, ან გახსენდებათ, რომ ბავშვს თაბახის ფურცლები ჭირდება იმისთვის, რომ სკოლაში რაღაც პროექტი აქვს მოსამზადებელი, ან გახსენდებათ, რომ დედას დაპირდით, რომ დაზღვევის კლინიკაში ჩაწერდით მიღებაზე იქ და მოკლედ აბსოლუტურად უადგილო ადგილას გახსენდებათ უადგილო რაღაცა და ყველას გამოგვიცდია ეს ამბავი და მოკლედ თურმე ეს არის ჩვეულებრივი თემა გადატვირთულობის პირობებში და გადატვირთულობის პირობები კიდე გახდა თითოეული ჩვენგანის პრაქტიკულად ყოველდღიური ჩვეულებრივი მდგომარეობა, ხო? ეხლა რა უნდა ვქნათ, რა უნდა უშველოთ, ჩვენ გვეუბნებიან, რომ უნდა მოვიფიქროთ თავს გარეთ რაღაცა შენახვის სისტემა, რომელშიც ამ ყველაფერს გადავიტანთ, მნიშვნელოვანს კი არა, მარტო პრაქტიკულად ყველაფერს გადავიტანთ და მერე ამას რო გავაკეთებთ, გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენი ზრუნველი ბლოკნოტიანი შემახსენებელი
როცა იცის, რომ სადღაც იქნა ჩანიშნული ეს ამბავი საიმედო ადგილას, მე იმდენად აღარ ნერვიულობს და თავში რაღაცნაირი სიწყნარე დაისადგურებს და ეს სიწყნარე რისთვის გვინდა იცით? ისევ იმ საქმეების კეთებისას, რომ ვიყოთ პროდუქტიული და სამსახურებრივი შეხვედრისას სამსახურზე რო ვიფიქრო და სამსახურის საქმეზე, საყიდლებზე რო ვარ წასული, მაშინ რო არ ვიფიქრო სამსახურზე და ვიფიქრო საყიდლებზე და ბავშვებთან საღამოს დროს რო ვატარებ, ვიფიქრო ბავშვებთან დროის გატარებაზე და არა საყიდლებზე, სამსახურზე, რემონტზე ან სოფლის სახლზე ჩემო ბატონო. ანუ ჩვენ ვამბობთ, რომ მოწესრიგებული სისტემა თუ შეიქმნება, ეს თქვენი შინაგანი დივანი, ასე ვთქვათ, ადმინისტრატორი დაწყნარდება და შედარებით ნაკლებ სტრესს მოგგვრით აი ამ უადგილო და უდროო შეხსენებებით. ესე იგი, ეს ძალიან საინტერესოა და პრაქტიკაში რაღაცნაირად უნდა განვახორციელო და მე მოვიფიქრე ზუსტად ეს მეთოდი, ჩემთვის მას დავარქვი battlefield, ანუ ბრძოლის ველი. და ეხლა რატო დავარქვი ბრძოლის ველი, რომ იმისთვის, რომ მხედართმთავარმა, ესე იგი და თქვენ ხართ მხედართმთავარი თქვენი საკუთარი ცხოვრების, შეძლოს სწორად განაწილება რესურსების, ანუ თავისი სამხედროების, ტექნიკის და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ჩვენი დრო, ენერგია, ფართი, სივრცე, ტრანსპორტი, ფული და ასე შემდეგ. მოკლედ უნდა ხედავდეს მთელს სურათს. შეუძლებელია რომ მხედართმთავარი ხედავდეს სურათის მხოლოდ მცირე ნაწილს და ამითი ხელმძღვანელობდეს, იმიტომ რომ როგორც კი მცირე ნაწილზე დაკონცენტრირდება, მთელ ძალებს გადაისვრის იქით და მერე კიდე მეორე ადგილას ცეცხლი წაეკიდება, ესე იგი, საქმეს და აღმოჩნდა, რომ აღარ დაგვრჩა დრო, აღარ დაგვრჩა ფული, აღარ დაგვრჩა ენერგია, ხო? ამიტომ ეს battlefield ანალოგია ბრძოლის ველის გამოვიგონე იმისთვის, რომ პერიოდულად ვეუბნები სანდროს, რომ სანდრო ეხა გაჩერდი, ნუ ღელავ, ნუ მირბი, მორბი ხარ და 1000 საქმეს ნუ აკეთებ, ეხლა ჩვენ უნდა დავდგეთ იმ მხედართმთავარივით და მთელი ბრძოლის ველი უნდა მიმოვიხილოთ. და ესე იგი, თავიდან უნდა გადავიტანოთ რაღა ყველაფერი და მერე კარგად დავათვალიეროთ. ეხლა მე შევეცდები, რომ კონკრეტულ ინსტრუმენტს ვიყენებ, ამისთვის mind master-ი ქვია, ტექნოლოგიას ქვია mind mapping-ი, ეს არის ნახევრად ხატვა, ნახევრად წერა, რომელიც ალბათ შეგვხვედრია, თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ, რომ ნახოთ ეს პროგრამა, უფასო ვერსიაც აქვს და მოკლედ ახლა ეს ჩვენი სანდრო, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე დაეყარა თავზე, ცდილობს, რომ ეს საქმეები გადაიტანოს ასე ვთქვათ ფურცელზე. ჩემ შემთხვევაში ეს კომპიუტერულ პროგრამაში ხდება, ზოგიერთს ურჩევნია, რომ მართლა ფურცელზე გადაიტანოს და mind mapping-ი იქაც მუშაობს და იქაც. ეხლა მე გადავერთვები პროგრამაზე და პროგრამაში გავაგრძელებ, ესე იგი, იმის ახსნას, რას ვაკეთებ ხოლმე ასეთ დროს და როგორ ვქმნი და რაში ვიყენებ ამ battlefields. აი ახლა უკვე ვართ ამ პროგრამაში. ეს არის პროგრამა mind master-ი, რომელიც არის web-based პროგრამა და მაქვს გახსნილი ახალი ფაილი, რომელსაც დავარქვი ბრძოლის ველი და თარიღი, ესე იგი 17.01.2021. ეს არის დღევანდელი დღე და მოკლედ ახლა რას ვაკეთებ და თვითონ mind mapping-საც ძალიან მარტივად მიხვდებით რა შემდგომარეობს და ჩემი ფიქრიც როგორ მიდის. ესე იგი შეგახსენებთ, რომ მე ახლა რაც მომაფიქრდება საქმეები, ყველაფერი აქ უნდა გადავიტანო და ამისთვის, რომ საქმეები ჩვეულებრივ ძალიან ბევრი მაფიქრდება, ამათ ვყოფ რაღაც კატეგორიებად და ესე იგი პირველ კატეგორიას გავაკეთებ, ესე იგი ოჯახი და მეგობრები. ესეთ კატეგორიას ყოველთვის მაფიქრდება, ამას უკვე მივეჩვია, რომ ყოველთვის რაღაცეები რაც მაფიქრდება, არის მოკლედ შეეხება ოჯახსა და მეგობრებს და ესე იგი ერთი რაც გამახსენდა, ეხა უკვე ოჯახის და მეგობრის კატეგორიაში შიგნით, არის რომ ჩემ ერთ ნაცნობ სახელებს და გვარებს შევცვლი, ესე იგი ვასოს შვილის სტაჟირება. ესე იგი ჩემმა მეგობარმა ვასომ თხოვა რომ ძალიან კარგი შვილი ყავს, ესე იგი რომელსაც IT მიმართულებით სწავლობს და მოკლედ უნდა რომ სტაჟირება გაიაროს და მე გადავწყვიტე რომ დავეხმარო რომ ვიპოვოთ შესაფერისი სტაჟირების ადგილი და ეს არ უნდა დამავიწყდეს. შეხედეთ იმ ჩემ თავში რომ ის არის მდივანი იმან ჩაინიშნა და ეხლა უკვე მე გადავიტანე ფაქტიურად ფურცელზე. ხო, კიდევ ერთი მინდა გითხრათ, ესე იგი რომ მანქანის შეკეთება მაგ გასაკეთებელი საწვიმარი არხები არის გასაწმენდი.
და მოკლედ ესეც პერიოდულად რომ ჩავჯდები მანქანაში და წვიმა რომ მაშინ მახსენდება, ეხლა ვცდილობ რომ ესეც გადავიტანო იმაში. ასევე გამახსენდა რომ ესე იგი ერთი ნატურა დიდი ოთახის ერთი ნატურაა გადამწვარი, გუშინ შევამჩნიე და ამასაც შევიტან აქ. ეხლა მე მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ აქ ძალიან მასშტაბურ საქმეებს კი არ ვწერ, ფაქტიურად თავში რაც მომდის, ვწერ ყველაფერს, ხო? სხვა კატეგორიაზე გადავალ, ესე იგი ოფისის კატეგორიაზე გადავალ. როგორც ხედავთ, პროგრამაში ძალიან მარტივად კეთდება ეს ყველაფერი, ძალიან მარტივი პროგრამაა და ამითიც მომწონს. და ოფისის კატეგორიაში ესე იგი გვაქვს გათბობის ხელოსანი უნდა მოვიდეს სამშაბათს. ნუ ალბათ თარიღსაც მივუწერდი, ამას ჩავინიშნავდი. კიდევ ჩავინიშნავდი, რომ ესე იგი ჩვენს დამლაგებელთან არის გრაფიკი მოსალაპარაკებელია. გრაფიკი, რა გრაფიკით ივლის, იმიტომ რომ რაღაც ცვლილებები გთხოვა. ხო, ასევე ახალ თანამშრომელთან არის ხელშეკრულება. თქვათ, ლელასთან გასაფორმებელი, ესეთი ამბავი. ოფისის საქმეების გარდა, ეხლა მე რა თქმა უნდა, მთელ სურათს, ასე ვთქვათ, არ ვქმნი ამ შემთხვევაში და მე გაჩვენებთ უკვე გაკეთებულ რეალურ ემას, ჩემ Battlefields და დაინახავთ, რომ ძალიან მასშტაბურია, ხო? ეხლა გადმოვიდეთ დამკვეთების მხარეს, ესე იგი ჩემი კომპანია Flowmaster-ი ქვია, Flowmaster-ის დამკვეთები და ამ დამკვეთებში ესე იგი რაღაც ორგანიზაციებს ჩავწერ ფიქტიურს, ესე იგი ერთი იყოს რაღაცა ავეჯის სახლი მაგალითად, რომელსაც დაუშვათ უნდა სამოტივაციო ტრენინგი, მეორე იყოს ჩემო ბატონო სადისტრიბუციო კომპანია, კომპანიის ესე იგი ლიდერობის ტრენინგი, მაგალითად, კიდევ ერთი კატეგორია იქნება ეს არხი, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ, ესე იგი, და ამას ქვია Flowmaster Online და აქ ახალი ვიდეოები არის ჩასაწერი და რამდენიმე იდეა მომივიდა ახალი ვიდეოების ჩაწერის, მაგალითად მინდა რომ 2 წუთიან საქმეებს 2 წუთიანი საქმეები, ესეთი სათაურით ჩავწერო ვიდეო, ასევე მინდა რომ ჩავწერო ცხოვრების მეორე სერიის ციკლიდან, ესე იგი რა ვქნა თუ ვერ მიგებენ. აი ესეთი მიგებენ. ესეთი სათაურის ვიდეო. მოკლედ ეხლა ამას არ გავაგრძელებ. ერთი კარგი რაც მინდა გაჩვენოთ, რომ არის საშუალება, რომ პრიორიტეტები მიუთითოთ, აი ეგ ნახატებს შეამჩნევდით მარჯვენა მხარეს და ძალიან ბევრი ემოჯიებივით ისინი აქ საშუალებები და აი მაგალითად შემიძლია ვთქვა, რომ მანქანის საწვიმარე არხების თემა ძალიან პრიორიტეტული და წითელი დროშით მოვნიშნო დიდი ოთახის ნატურა საშუალოდ პრიორიტეტულია მაგალითად. ასევე შეიძლება დამლაგებელთან მოსალაპარაკებელი გრაფიკი, აი ესეთ სმაილიკი დაუსვა, მოწყენილი სმაილიკი, ანუ რაღაცა არ მომწონს ისეთ საქმეა, გათბობის ხელოსანს ნამდვილად ესეთ სმაილიკი შეხვდება, ლელასთან ხელშეკრულება, ესე იგი სასიხარულო და სასიამოვნო საქმეა. მოკლედ შეიძლება ბევრნაირი ისინი გამოიყენოთ, ხო? რა ვიცი, სამოგზაურო თემაში შეიძლება შემახსენ რიმაინდერისთვის ესეთი ზანზალაკი შეიძლება გამოიყენო და მოკლედ ბევრი კარგი რაღაცა და გარდა ამისა შეიძლება ფაილები დაურთოთ და მოკლედ რაღაცა კარგი საშუალებები აქვს, მაგრამ ეს არ არის ეხლა ყველაზე მთავარი. ეხლა მე გადავერთვები ესე იგი იმაზე რეალურ ჩემ ფაილზე და შევეცდები რომ რეალური ამ სათამაშო ფაილის ნაცვლად გაჩვენოთ რეალური ფაილი, ესე იგი რომელიც გავაკეთე ეხლა ხანს, ეს არის აი ჩემი 14 იანვრის ფაილი. შევეცდები რომ აქ ძალიან ბევრი დეტალი არ დაგანახოთ, ესე იგი დაპატარავებულია, მაგრამ თქვენ ხედავთ რომ არის ძალიან დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, ანუ ძალიან დიდი
ძალიან ბევრი კატეგორიაა, ასე ვთქვათ, ხო? და ყველა მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ეხება, სხვადასხვა დამკვეთს ეხება და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ, ჩვენ ვამბობთ ესეთ რაღაცას, რომ დაუბრუნდეთ, ესე იგი, ჩვენს ჩვეულ მდგომარეობას, ესე იგი, პერიოდულად, ეს არ არის ყოველკვირეულად, ეს არ არის ყოველთვიურად, მაგრამ ჩვეულებრივ 2-3 თვეში ერთხელ მე ეს სიტუაცია მიდგება, ასე ვთქვათ. ოღონდ ამის გარდაც ჩანიშვნის და ამ წესრიგის წარმოების ჩვევა მაქვს, ხო? მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა, პერიოდულად ეს შეგრძნება გაიზრდება, რომ რაღაცა ვეღარ ვერევი საქმეს და მაშინ ვაკეთებ Battlefields და ამ Battlefields რო გავაკეთებ და იმ ჩვენი მხედართ თავარივით, ესე იგი, რო გადავხედავ და გადმოვხედავ, მერე შეგრძნება მიჩნდება ესე იგი, რომ კონტროლი დავიბრუნე ფაქტიურად და არაფერი აღარ მემუქრება, ხო? და ამიტომ პერიოდულად ფაქტიურად თავის დაცლა გამოვიდა, როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, რომ თავში რო არ მქონდეს ეს რაღაცა ბუზები, პატარ-პატარა საქმე და არ ხმაურობდნენ და მუშაობაში ხელს არ მიშლიდნენ, ამისთვის ვაკეთებ აი ამ Battlefield-ის მომზადებას და მერე უკვე ეს Battlefield-ი თავის საქმეს აკეთებს და რო განიტვირთება ყოველდღიურად ამ ფაილით კი არ მუშაობ, არამედ თავის საქმეს რო გააკეთებს და 1-2 დღე რო დავმშვიდდები, დავწყნარდები, ზოგს ბლოკნოტში გადავიტან Battlefield-დან, ზოგს მოვაგვარებ, ზოგზე ხელს ჩავიქნევ, იმიტომ რომ რთული რამე დამივალებია და ვერ შევძლებ, მოკლედ სიტუაცია ისევ კონტროლს ექვემდებარება, ანუ ეს არის ჩემი რაღაცა სასწრაფო დახმარება ექსტრემალურ სიტუაციებში და არა ყოველდღიური სისტემა. ეს არის რაც მინდოდა ამ ვიდეოში მომეყოლა, იმედია მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ესეთ ვიდეოებს კიდევ ბევრს შემოგთავაზებთ ყოველკვირეულად და სულ მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.